შენი აზრით, რამდენად მარტივად შეგიძლია ქალის დაკერვა? თუ ფიქრობ, რომ ამისთვის გარეგნობა, ფული და იუმორის შეგრძნება გჭირდება, ნაწილობრივ მართალი ხარ. უბრალოდ თუ დაფიქრებულ ხარ, რატომ ჭრის ეს ყველაფერი? რატომ არ გიждდებიან ქალები მაგალითად ემოებზე და რატომ მოწონთ ცუდი ტიპები? ამ ყველაფერს აქვს თავისი საიდუმლო, რომელსაც სიამოვნებით გაგიმხელ. მოგესალმები ჩრდილიდან. მე ვარ კაგე და მოგითხრობ თუ რა არის სიყვარული, როგორ შეგიძლია ითამაშო გრძნობებზე და რა არის ნებისმიერი ქალის დაპყრობის ფორმულა. სიყვარული არის წმინდა სამკუთხედი. ის იწყება ბიოლოგიიდან, იზრდება ფსიქოლოგიაში და ყალიბდება ფილოსოფიად. ნეირობიოლოგიის პერსპექტივიდან სიყვარული არის მოტივაციის და მიჯაჭვულობის სისტემა, რომლის ფორმულაც შემდეგი ჰორმონებია: დოფამინი, ძლიერი სურვილის და დაჯილდოვების შეგრძნება; ოქსიტოცინი, სიახლოვის და ნდობის გრძნობა; ვაზოპრესინი, გრძელვადიანი მიჯაჭვულობის ფორმირება; ენდორფინი, კომფორტის და უსაფრთხოების შეგრძნება. შემდეგ ეს ქიმიური შენაერთები ფსიქოლოგიაში გადადის, რაც გამოიხატება ისევ სამი რამით: სიახლოვე, ვნება, ვალდებულება. სხვადასხვა ურთიერთობაში ეს სამი ელემენტი სხვადასხვა პროპორციითაა. თუმცა ისინი ფილოსოფიურ სახეს იღებენ, როდესაც გაცნობიერებულ გრძნობებად გარდაიქმნებიან. ანუ როდესაც ადამიანი შეგნებულად იღებს გადაწყვეტილებას, რომ საკუთარი ყურადღება, დრო და ენერგია სხვა ადამიანში ჩადოს. სიყვარული ყოველთვის არის ცოტაოდენი სიგიჟე, მაგრამ სიგიჟეშიც ყოველთვის არის ცოტაოდენი გონება. ფრიდრიხ ницше. იცოდი, რომ სიყვარული ძალიან ჰგავს ნარკოტიკებს. დრაგები ტვინის იგივე ნაწილებს ააქტიურებენ, რასაც შეყვარება. ასევე მათ ახასიათებთ მიჯაჭვულობა და დანაკლისის შემთხვევაში ძლიერი აბსტინენცია. მარტივად რომ ვთქვათ, ლომკა. მაგრამ ტვინზე ამ სახის ეფექტის მოხდენა არაეთიკური მანიპულაციითაც შეიძლება. რა თქმა უნდა, დრაგების გარეშე. ოდესმე თუ გაგიგია გამოთქმა, ემოციური საქანელები. ბევრს გაუგია, მაგრამ ვერ გაუაზრებია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მანიპულაციის მსხვერპლი ხშირად ხდებიან. ტექნიკის შინაარსია, რომ ადამიანი მსხვერპლს კვებავს პოზიტიური ემოციებით და ხდის ამ ემოციებზე დამოკიდებულს. ყურადღებით უსმენს, მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობს. წვრილმან მიღწევებს ამჩნევს, აქებს. მისით აღფრთოვანებულია, ყველანაირად ბხანს ეგოს. შემდეგ უქმნის ფიზიკურ კომფორტს, საჩუქრებს ჩუქნის, საქმეებში ეხმარება, სახლში აცილებს და ზრუნავს. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მოულოდნელად საპირისპიროდ იცვლება. ან აიგნორებს და გულგრილი ხდება, ან საერთოდ ქრება. მსხვერპლს ორი გზა რჩება. ან კაუჭზე არ წამოეგო და ურთიერთობას ტოვებს, ან წამოეგო და ცდილობს დაკარგულის დაბრუნებას. ბევრ დათმობაზე მიდის. მანიპულატორს თავის თავზე მაღლა აყენებს და მის დაკრულზეც ეკბავს. მას თბილი ემოციები ნარკოტიკის მსგავსად აჩუქეს და წაართვეს ზუსტად მაშინ, როდესაც სიამოვნების პიკში იყო. მანიპულატორი მალევე უბრუნდება თავის თბილ ხასიათს და მისი პოზიტიური ემოციები ასეთი დანაკლისის შემდეგ ჯილდოდ აღიქმება. შემდეგ ისევ ხასიათის გაფუჭება, მალევე ისევ გამოკეთება და ეს ციკლი მეორდება მანამ სანამ მოქმედებს. ზოგჯერ წლებიც კი. მსხვერპლი რჩება ტოქსიკურ ურთიერთობაში და მანიპულატორის ჭკუაზე დადის. იცი რატომ მოქმედებს ეს ხრიკი? ის ეფექტურია, რადგან ტვინის იმ ნაწილებს ეთამაშება, რასაც სიყვარული. მიუხედავად იმისა, რომ ფილოსოფიურად მასთან საერთო არაფერი აქვს. თუ გინდა გულის დაპყრობას ტოქსიკურობის გარეშეც გასწავლი. იცი რის მიხედვით აკეთებს ქალი არჩევანს. არჩევანს, რომლის ფორმულაც მის გენეტიკურ კოდშია ჩაწერილი. გაინტერესებს იქ რა წერია? იქ წერია ძალა. ქალები ირჩევენ ძლიერ კაცებს. დაკუნთულებს რას სისულელეა. ძალას 1000 სახე აქვს. ზოგიერთი ქალისთვის ეს არის კომფორტის ზონის მიღება, არაერთი ძალად სხვების დამცირებას აღიქვამს. ზოგისთვის მატერიალურ ზრუნვაში გამოიხატება, პარეორისთვის კი მართლაც რომ კუნთებია. ქალის მიდრეკილებაა, რომ აირჩიოს ის მამრი, რომელიც საკმარისად ძლიერია მისი შთამომავლის დასაცავად და ჯანმრთელი დნმ-ის გადასაცემად. ეს მათი ინსტინქტია, რომელიც ველური სამყაროს დროიდან მოდის. მათ სჭირდებოდათ ჯანმრთელი გენების შვილებისთვის და ძლიერი მამრი, რომელიც სასტიკი ბუნების პირობებში დაიცავდა. თავის დროს ზუსტად ამან გადაარჩინა ადამიანების ჯიში. უბრალოდ ადრე ძალა საჭმლის მოპოვებაში და ცეცხლის თანთებაში გამოიხატებოდა, ახლა კი სხვა გამოვლინებები მიიღო. შენ უბრალოდ უნდა იპოვო, რას აღიქვამს ძალად შენი რჩეული და ჩათვალე, რომ მისი გულის გასაღები აღმოაჩინე. წარმატებები.